თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს ხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. პროკურატურამ დღევანდელ ხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროცესზე დაიკითხა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძეც. ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სწორედ მან გაუგზავნა წერილი ბაჩიაშვილის ადვოკატს. მისი მტკიცებით ივანიშვილს ბაჩიაშვილთან გარიგება სურდა და მუქარას და თანხის გამოძალვას ადგილი არ ქონია. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება, ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლო მორიგება მოხდარიყო მხარეებს შორის. თავითარი კრიმინალური შოჩიკები არავისთვის არ აქვს ჩართული, ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენლებს. წერილის მიხედვით ბრალდების მხარე თანახმა იყო, რომ მიეღო ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინის რაოდენობის 60%, ხოლო არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა 5%-ით გაიზრდებოდა. ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილი წყვეტს სასამართლო პროცესებზე რას იზამს პროკურორი და რას იზამს მოსამართლე. როდესაც ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა შეთხსული საქმის გარშემო. როდესაც ამ საქმეს კურირებს სანქცირებული პროკურორი, სანქცირებული სასამართლო და ეს სანქცირებული პირი. და როდესაც ჩემს მიმართ იყენება ისეთი აღკვეთი ღონისძიებები, რომლებიც არანაირად არ არის დასაბუთებული არანაირ პირდაპირ მტკიცებულებაზე გარდა ივანიშვილის ზეპირი ჩვენების. ანუ ივანიშვილის ზეპირის ჩვენებით მე მაქვს დაყადაღებული მთელი ქონება, ვარ გამოსული გირაოთი და ივანიშვილი ამ დროს მიგზავნის წერილს, რომ თუ გინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდესო, გადამიხადე ამდენი ფულიო. ეს თუ არ არის გამოძალვა, არის. ივანიშვილის ადვოკატის მიმართ კითხვები ჰქონდა თავად გიორგი ბაჩიაშვილს. თქვენ ბრძანდებით სისხლის სამართლის ექსპერტი, ან სისხლის სამართლის კვალიფიკაცია გააქვთ? მე ბატონო მოსამართლე ჩვენ მოწმის კვალიფიკაციას არ ვსაუბრობთ, თუ კითხვები არსებობს მის წარმომადგენლობაზე ამარტივია ვისაუბროთ და მე მგონი აქსიომა არის, სხვა დანარჩენი კვალიფიკაციის საუბარი ძალიან არ სწორად მიმეჩნია. ამარტივად არსებობს გავაკეთე არ არის მოწმე ბატონი თეიმურაზ წიგვაძე წარმოდგენილი არის სასამართლოში როგორც დასაგებითი ასიაში მითითებული პირი, რომელმაც განცხადებებით მიმართა კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს და ასე ვთქვათ, როგორც დაზარალებული წარმომადგენელი. ჩვენ მისი კვალიფიკაცია არ გვაინტერესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფიზიკური პირი შესაძლებელია ყოფილიყო ამ შემთხვევაში განცხადების მიმტანი საგამოძიებო ორგანოში. თქვენ პირადად რაც ეხლა მოყევით უშუალო მოწმე ამების, გარდა იმისა, რომ მიიტანეთ წერილი ივანიშვილის წერილი პროკურატურაში. დანარჩენი ამბები რაც აღწერეთ, რომელიმე უშუალო მოწმე ბრძანდებით? ინფორმაცია როგორც განმარტე ბატონ პროკურორს როცა უპასუხე წყარო ინფორმაციის მიღების თავდაპირველად იყო ჩემი მარწმუნებელი ჩემთვის ცხადია, იმიტომ რომ მე 2015 წელს არც თქვენთან და არც ჩემ მარწმუნებელთან ერთად იმ ოთახში არ ყოფილვარ და შემდგომ უკვე როდესაც გაიწყო გამოძიება და დაზარალებულად იყო ცნობილი ბატონი ბიზინა, გარკვეულ დოკუმენტებს რა თქმა უნდა მანამდეც ვიცნობდი. თქვენს პირველად განცხადებაში, თქვენს პირველად გამოკითხვის ოლქში, თქვენი მარწმუნებლის პირველად გამოკითხვის ოლქში მითითებული იყო, რომ ინვესტიცია სრულად იყო განხორციელებული თქვენი მარწმუნებლის მხრიდან და შესაბამისად სრული რისკიც მას იყო და სრული მოგებაც მას უნდა მიიღო. ეს ასია, ეს ვერ განაცხადეთ? დიახ, შემდეგ დღეს უკვე თქვენ განაცხადეთ და შემდგომ გამოკითხვაში თქვენმა მარწმუნებელმაც, რომ რეალურად ბაჩიაშვილმა განახორციელა 1.300.000-ის ინვესტიცია და მას უნდა მიეღო იმის პროპორციულად მოგება. აი, რით შეიძლება ავხსნათ ეს შეუთავსებლობა პირველ ჩვენებებსა და შემდგომ რა შეუთავსებლობაზეა საუბარი, გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენ ერთხელ განმარტავ. არა, გაუგებარია ეს პოზიცია თქვენი კითხვაში გაჟღერებული პოზიცია. არავითარ შეუთავსებლობას არ აქვს ადგილი. ადვოკატებთან ერთად დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა გენერალური პროკურატურის ორი გამომძიებელიც, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაიმართება. ბაჩიაშვილს ბრალდება დიდი ოდენობით ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბიტკოინის ღირებულება პროკურატურის განცხადებით მითვისების მომენტში 2017 წელს 40 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის ბრალდების თანახმად საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ეს ითვალისწინებს. გიორგი ბაჩაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, 5 მილიონი დოლარი, რომელიც, როგორც პროკურატურა ცხადებს, ბიძინა ევანიშვილმა დააბანდა ბაჩაშვილთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგში. იყოს ცეცხლი ქართულ ბანკიდან და არა ინვესტიცია და ეს ცეცხლი პროცენტის ჩათვლით ბანკს ბაჩაშვილმა მალევე დაუბრუნა.